მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მე-14 დავალების ფარგლებში კითხვას, რომელიც წარმოდგენილი იქნება ზეპირის სახით, ხოლო კითხვები ნაკარნახევი იქნება ზეპირად, ასევე წარმოდგენილი იქნება ეკრანზე. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ეკრანზეც წაიკითხოთ. ვიწყებთ. პირველი საკითხი. რას ვუწოდებთ დროის განსაზღვრის სისტემას? A. ქრონოლოგიას, B. კალენდარს, G. დროის ხაზს. სწორი პასუხი მონიშნეთ პირველი საკითხის გასწვრივ. მეორე საკითხი. რა ეწოდება დროის და თარიღების შესწავლას? A. ქრონოლოგია, B. კალენდარი, G. დროის ხაზი. სწორი პასუხი მონიშნეთ მეორე საკითხის გასწვრივ. მესამე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელია ერთ-ერთი გზა, რომელიც გვიჩვენებს თუ რა თანმიმდევრობით მოხდა მოვლენები? პასუხები. A. ქრონოლოგია, B. კალენდარი, G. დროის ხაზი. სწორი პასუხი მონიშნეთ მესამე საკითხის გასწვრივ. მეოთხე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელია მოსახერხებელი ერთი დღის, თვის, მთელი წლის, საუკუნის და ასე შემდეგ განმავლობაში მომხდარი ამბების დასაფიქსირებლად? A. ქრონოლოგია, B. კალენდარი, G. დროის ხაზი. სწორი პასუხი მონიშნეთ მეოთხე საკითხის გასწვრივ. მეხუთე საკითხი. დროის ხაზი შეიძლება იყოს A. მხოლოდ ვერტიკალური, B. მხოლოდ ჰორიზონტალური, G. ვერტიკალურიც და ჰორიზონტალურიც. სწორი პასუხი მონიშნეთ მეხუთე საკითხის გასწვრივ. მეექვსე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელია წარსული დღევანდელი მდგომარეობით? A. 2030, B. 2025, G. 2000. ან A. 2030 წელი, B. 2025 წელი, G. 2000 წელი. სწორი პასუხი მონიშნეთ მეექვსე საკითხის გასწვრივ. მეშვიდე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელია მომავალი დღევანდელი მდგომარეობით? A. 2030 წელი, B. 2025 წელი, G. 2000 წელი. სწორი პასუხი მონიშნეთ მეშვიდე საკითხის გასწვრივ. მერვე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელია აწმყო დღევანდელი მდგომარეობით? A. 2030 წელი, B. 2025 წელი, G. 2000 წელი. სწორი პასუხი მონიშნეთ მერვე საკითხის გასწვრივ. მეცხრე საკითხი. ეკრანზე გამოტანილია წყარო 2, რომელსაც თქვენ გაეცნობოდით მაშინ, როდესაც გქონდათ დავალება წასაკითხი მასალა. ეკრანზე გამოტანილი წყარო 2-დან გამომდინარე კითხვა. ჩამოთვლილთაგან რომელია ნაჩვენები ეკრანზე? A. კალენდარი, B. წელთაღრიცხვა, G. დროის ხაზი. სწორი პასუხი მონიშნეთ მეცხრე საკითხის გასწვრივ. მეათე საკითხი. მოცემული არის ეკრანზე მოცემული არის A. ჰორიზონტალური დროის ხაზი, B. ვერტიკალური დროის ხაზი, G. ჰორიზონტალური წელთაღრიცხვის ხაზი, D. ვერტიკალური წელთაღრიცხვის ხაზი. სწორი პასუხი მონიშნეთ მეათე საკითხის გასწვრივ. და მე-11 საკითხი. ეკრანზე მოცემულია
A. ჰორიზონტალური დროის ხაზი, B. ვერტიკალური დროის ხაზი, G. ჰორიზონტალური წელთაღრიცხვის ხაზი, D. ვერტიკალური წელთაღრიცხვის ხაზი. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-11 საკითხის გასწვრივ. სულ ეს იყო მე-14 დავალების ფარგლებში. მადლობა გიხდით ყურადღებისთვის, ველოდები თქვენგან შესრულებულ დავალებებს. ნახვამდის.